ვიდრე ვიდეო ბლოგამდე მე ბევრი ვიფიქრე თემაზე, რიხით უნდა დამეწყო თუ არა ჩემი ეს ვიდეო ბლოგი, რიხით. ხმამაღალი სიტყვებით. კვახეთ, ჭახენ. რთული წინადადებებით. კვეთრად. უნდა მეხსენებინა თუ არა ქართული რუსული ოცნება, ირაკლი კობახიძე რუსი, გამობიძინებულთა მთელი კოჰორტა. ქართული ოცნება, ანუ ქართული რუსული ოცნება, ანუ ბანდა, ხუნტა, რაც გდებოდეს დაარქვით. პოლიტიკური თემა მქონდა შერჩეული თქვენთვის. მაგრამ ვიდრე ვიდეო ბლოგამდე ახლავთ 30-40 წამით ადრე, 1 წუთით ადრე. მე კიდევ ერთხელ გადავხედე იმ ბოლო ამბებს. ერთი კონკრეტული ამბის დაზუსტება მაინტერესებდა და ესე სკროლავდი, რომ აი როცა ამას ვიტყვი მეთქი ის დაზუსტებით ზუსტად წარმოვთქვა მეთქი ის აზრი, ის წინადადება. ამბავი შემოხვდა, რომელიც ღის განმავლობაში გამომრჩენია თურმე. ეს ამბავი არის ეხება 2 წლის ბავშვს. 2 წლის ბავშვს. მე მინდა წარმოვიდგინოთ, არა 12 წლის მოზარდსაც ძალიან ძიმე იქნებოდა, არა 22 წლის ახალგაზრდას, არა 32-ის, 42-ის, 42. არა, 2 წლის ბავშვს. რომელიც ახალციხის კერძო საბავშვო ბაღში გარდაცვლილი, საწოლში გარდაცვლილი იპოვეს თურმე. უპოვიათ. ხა პოლიტიკურ საკითხებში, რომლებიცაც აქვს პოლიტიკური შეფერილობა, მეცხადე არ მაქვს ამ გამოძიების იმედი. ამგვარ საქმეშიც არ მაქვს ხა გამოძიების იმედი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ კვალიფიციური გამოძიებელი ჩვენ ესეთ კომპეტენტური, მცოდნე გამოძიებები ჩვენ არ აქვს, მაგრამ შუტავი იმედი მაინც გაგიჩნდება კაც და იტყვი, რომ აი ეს საქმე მაინც გამოიძიონ მეთქი. და ასეც ვამბობ, ეს საქმე მაინც გამოიზიონ, იმიტომ რომ ყველაფერი დაგავიწყდება, როცა ამგვარი რამ გესმის, როცა ამგვარ რამეს მოისმენ, ხო, შემოგხვდება ამგვარი ამბავი. ხო, უკვლევლივ ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი. ცხადია, გაივლის ეს ყველაფერი, ხვალ არავის აღარ ემახსოვრება ეს ბავშვი. ზეგ. ოჯახის წევრების გარდა ცხადია. მაგრამ ის რომ ამგვარი ამბავი მოხდა ჩვენს ქვეყანაში, კიდევ ერთხელ იზულებს არა გვიბიძგებს ფიქრისაკენ, რომ ამასთან შედარებით მართლა მეორე ხარისხოვანია ხა სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგობის პლატფორმის წევრებს შეხვდა თუ დონალდ ტრამპმა ის თქვა უკრაინასთან დაკავშირებით, რაზეც ჰქონდა გადაწყვეტილი ბლოგის ჩაწერა გაკეთება. არ არის ეს ერთადერთი ამბავი იმ ბავშვისა, რომელმაც გული დაგვიმწუხრა წესით ყველას. უბრალოდ ბავშვის ამბავმა გული ყველას დაგვიმწუხრა დამოუკიდებლად იმისა, ვინ ვისი ამომრჩეველი ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ოცნების ამომრჩეველი, ვისაც რაღაცა ადამიანობისა შერჩენია და ასეთი ბევრი იქნება, ისევე როგორც ოპოზიციის ამომრჩეველი, ამაზე გულდა თუთქულია. საერთოდ ეს პოლიტიკის მიღმა, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკის იმ გაგებით, რა გაგებითაც ხშირად საუბრობენ ამ პოლიტიკაზე. ისე ყველაფერი პოლიტიკა ბარემ, ესეც ვთქვათ. მათ შორის ისიც, რაც ახლა მოხდა, პოლიტიკა აღარ არა პარტიული და კონკურენციაში რომ უნდა შევიდეს ერთი პარტია მეორესთან თემაზე, ვის უფრო უყვარდა ეს ბავშვი, ცხადია ეს უკვე პოპულიზმი და სიგიჟე იქნება, არამედ საერთოდ პოლიტიკაა ყველაფერი, ახლა რომ ვლაპარაკობ ის პოლიტიკაა და პოლიტიკაა და პოლიტიკა. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ამბავი, მე მეორე ამბავთან დაკავშირებით არა ვარ დარწმუნებული, რომ საყოველთაო კონსენსუსი იქნება. ემპათიაში კონსენსუსი. ადამიანების ის ნაწილს შესაძლოა სულაც არ აქვს რაღაც ესეთი გრძნობელობა იმ საკითხის მიმართ, რომელზეც ახლა საუბრებ და გავამახვილებ ყურადღებას და ჩანს ამგვარ თემებზე უნდა ვილაპარაკო ხოლმე, რომ იქნება ერთი ადამიანი მაინც მოვაბრუნო, ასე უნდა ვთქვა. ერთი ადამიანი მაინც მოვიყვანო იმ ჭკუაზე, რასაც საღი გონება ჰქვია. მეორე ამბავი არის ასეთი, იოსებ გორგაძე იყო ასეთი კაცი. დღემდე ცოცხლობდა. დღემდე, უშინ ცოცხალი იყო. ერთი 5-7 დღის წინ ჯანმრთელიც შესაძლოა, 10 დღის წინ უფრო ჯანმრთელი. 1 წლის წინ ხო, მით უფრო. არა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც დაავადებები არ აწუხებდა, შესაძლოა აწუხებდა, კიდეც მე არ ჩამიხედავს მისი სამედიცინო ისტორიისათვის, რომელიც თუ არ ვწდები გამოქვეყნდა, მაგრამ ესე თვალის ერთი მიმოვლებით კი შევხედე ამბავს, ამ ბიდან გამომდინარე ამ ცნობას.
ცნობაში საოცარი რამეები წერია. ნახეთ, დასერჩეთ Facebook-ზეა. ბევრს აქ გამოფენილი. მეც კარგად წავიკითხავ, სიმართლე გითხრათ. მაგრამ ამბავი სხვა რამეა. ეს იოსებ გორგაძე, სოსო გორგაძე. გლდანის ციხეში იხდიდა სასჯელს. მე გეკითხებით თქვენ, ვისაც არ შეგეცოდათ ეს კაცი, თუ ვინმე ხართ ამგვარი ჩემს მაყურებელს შორის. თუ ვინმე ხართ ამგვარი, გეკითხებით. გლდანის ციხეში რომ იხდიდა სასჯელს, იცით რა მოხდა? გლდანის ციხეში ბადრაგმა სამართალდამცავად წოდებულმა ბანდიტებმა სხვა ბოდიში სიტყვისთვის გახიეს ცემით. ძალიან ბევრი ურტყეს არ ვიცით ის გამო. ბევრი მიზეზის გამო, ბევრი ფორმალისტური მათეული გაგებით მიზეზის საბაბის თუ მიზეზის გამოგეთ. სამართალდამცავება კი არ გაუკეთებია, სამართალი კი არ დაუწევს იმ მომენტში დაუცვია, ხო? არამედ მოძალადეთ იქცა. და რა ხანია ჩვენს ქვეყანაში არ დაფიქსირებულა ამგვარი ამბავი რომ პატიმარი მომკვდარ იყოს, მაგრამ ოდესაც გლდანის ციხიდან იძულებული იყვნენ გადაეყვანათ ვივამეთში, რომ იქნება და ემკურდალა კლინიკას, ვერ გაუძლო ამ სოსო გორგაძის გულმა და გარდაიცვალა. ინსულტი დაემართავა, ერთგან წავიკითხე და გადავამოწმებ ახლა გზა და გზა. ხო და რა ხდება? მე მინდა ვიკითხო. ხო, ქართული ოცნების მომხრეთა მცირე ნაწილი, თუნდაც ასე არ ვიტყვი, საზოგადოების ერთი მცირე ნაწილი ამბობს ან იტყვის ამგვარ რამეს, რომ სად არ ხდება ამგვარი რამეო. საფრანგეთშიც ხდება, ბელგიაშიც, ჰოლანდიაშიც და არ ვიცი, ლუქსემბურგშიც და ბრიტანეთშიც და შეერთებულ შტატებშიც, რაც ტყუილია. საფრანგეთში, ლუქსემბურგში, ჰოლანდიასა, ბელგიასა თუ შეერთებულ შტატებში, გერმანიაში თუ ავსტრალიაში პატიმრებს არ სცემენ. და ეს არის თავიდან ბოლომდე საბჭოთა გადმონაშთი. თუ ვინმე ახლა მომედავება და მიტყვის მიშა სააკაშვილის დროს ხომ სცემდნენ პატიმრებსო და გაიხსენებს რაღაცა, არ ვიცი, კარანტინის კადრებს ან სხვა კადრებს, რომლებიც საჯარო იყო, ნაწილობრივ საჯარო იყო, თუნდაც ესე ვიტყვი. ან იმ ძალადობებს, რომლებიც მართლაც ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში და პერიოდში, საპატიმროში, მე ხوار გონიათ რომ ახლა წინააღმდეგობას გაუწევ ვინმეს ხდებოდა, მეგობრებო. და კი ამიტომაც აგო პასუხი. მათ შორის ამიტომაც და პირველ ყოვლისა ამიტომ აგო წინა ხელისუფლებამ პასუხი და არჩევნებით 2012 წლის 1 ოქტომბერს თქვენ და მეც და ჩვენს აქ იმაზე ინდივიდებზე კი არ ვლაპარაკობ, ვინ ვის მისცა ხმა, მოკლედ ქართულმა საზოგადოებამ ის გაისტუმრა ის ხელისუფლება პოლიტიკური პასუხისმგებლობა დააკისრა და ზოგს დააკისრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობას, თუმცა უშუალო მწამებლები, უმრავლესობა რომ არათუ არ დასჯილა, არამედ დაწინაურდა კიდეც ამის თაობაზე ისიან ჩემზე კვალიფიციურმა პირებმა, რომლებმაც შესანიშნავად ახსნეს არაერთხელ ვინ სად, როდის, რატომ და როგორ გადავიდა უკვე 2012 წლის შემდგომ პერიოდში. მოსამართლეებზე აღარაფერს ვამბობ. აი, მულაშვილების, გირგვლიანების და ასე შემდეგ მოსამართლეებზე, რომლებმაც მოძალადეები ამართლეს და ამართლეს მაშინ ერთგვარად ნაწილობრივად სრულად. ამიტომ ახლა ამ თემას არ განვიხილავ ახლა. ის ხელისუფლება წავიდა, მეთქი აქ იგითხარით და ამ ხელისუფლების პირობებში კი თურმე ხდება ან მოხდა, როდესაც ჩავხედავ, ბოდის ვიხდი რომ სუსტი ციტატებით წავიკითხო, თუ შემოხდა ოღონდ სწრაფად რომ მეც არ ავიბნე, ხო? საინტერესო ამბებია ამასობაში პარალელურად რიყის დოქების. დიახ, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პატიმარ სასტიკად იოსებ გორგაძეს და ციხის ადმინისტრაციისაგან ინფორმაციის გამჟღავნებას ითხოვენ, ხო? ოდიში მე ამასობაში აი გამექცა, დამეკარგა, ვეღარ ვნახულობ. ასე შემდეგ იქნება და ნელა გავიარო. ეს ამბავი. თემქის პარკი და ატბორი ლაბასობაში 40 მილიონი გადაიხადა დედაქალაქის მერიამ და არ ვიცი, მიჩიგანის ტბას ახგავს, გულახდილად გეტყვით. მოკლედ ვეღარ ვნახე ამ იოსებ გორგაძის ამბავი, საინტერესო კია.
10 წუთი ამოიწურა ამასობაში და რამ აი ხლა მე ვიკითხულობ ხო არ ხდება მეთქი ჯერ ეს კითხარით შეერთებულ შტატებსა გერმანიაში თუ შვედეთში ამგვარი ამბები მაგრამ ქართული ოცნების თუ ზოგადად საზოგადოების ის ნაწილი რომელიც ამ ყველაფერს ამართლებს ხო ან ხელს იშვებს წინა ხელისუფლებისაკენ ან რომელიმე დემოკრატიული სახელმწიფოს პენტენციურ სისტემას აკრიტიკებს იმ უკანასკნელის თაობაზე ამ უკანასკნელის თაობაზე ინჩიც არის და ბინჩიც ამ ნაწილმა საზოგადოებისა ხოლო მიხეილ სააკაშვილისაკენ და მისი ხელისუფლებისაკენ ხელის გაშვერა რელევანტური აღარ არის ის რომ ვიღაცა მიხკარავდა არ ნიშნავს რომ შენც უნდა მიხკარო მაგრამ ამბავი სხვა რამეა აქ ჩვენ ხო გვეგონა კიდევ ერთი ამბავია ჩვენ ხო გვეგონა რომ ყველაფერი გამოსწორდა რომ ამგვარი რამ არ განმეორდება რომ აი თურმე ამ თვალსაზრისით მაინც ნორმალური ხელისუფლება გვყავს და ესეც ტყუილი არის იმიტომ რომ ეს ერთი ამბავია რომელიც ასეთი შედეგი დასრულდა და დარწმუნებული ვარ ამგვარი ამბები არის საპატიმროებში გლდანსა თუ სხვა საპატიმროში ბევრი შემთხვევა ამგვარი ოღონდ ისიც რა არის ამბის გამომტანიც არავინ არ არის ჩვენში რო დარჩეს რას აკეთებს სახალხო უხალხო დამცველი მე ანუ ომბუდსმენი მე სიმართლე გითხრათ ვერ გეტყვით იმიტომ რომ თუ ვინმე არის ხმაგაკმენდილი თუ ვინმე გვახსოვს ხმაგაკმენდილი ომბუდსმენებს შორის სწორედ ლევან აგვარია იოსელიანია აი სახელიც კიდევ დაგავიწყდება კაც სოზარ სუბარი როგორც შეიძლება შეაქო კაცმა მაგრამ როგორც პოლიტიკოსი მაგრამ როგორც სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც კი სხვებიც სოზარ სუბარის რომელსაც რაღაც ჯილდო პრიზები ჰქონდა რაღაც საერთაშორისო მათ შორის სახალხო დამცველობის დროს და გამო მიღებული ხმამაღალი კაცი იყო მიშა სააკაშვილის ხელისუფლების დროს სოზარ სუბარს რომ არ მივსტირი ეს ხომ ფაქტია აი ეს კი ხმაგაკმენდილი კაცია დანიშნული ქართული ოცნების მიერ სწორედ ხმისა გაკმენდისა გამო საერთაშორისო ამბებზეც გადავიდოდი კაცი მაგრამ აი ერთ ბლოკში მინდა ჩავატიო და ეხლა მე მინდა ასეთი რამ ვიკითხო აი გახსოვთ ბაგის პარკი რო გახსნა ეს ხოდაშორის ამ გლდანის პარკზეც გამახსენდა ეს პასაჟი უნდა გამეკეთებინა ხო ამგვარი რამ უნდა მეთქვა ბაგის პარკი რო გახსნა ზარით და ზეიმით დედაქალაქის მერმა კალაზემ პასუხი აგო იმაზე რომ მეორე თუ მესამე დღეს იქ შადრევანში ბავშვი დაიღუპა სიტყვა უნდა მეთქვა მაგრამ დაიღუპა სჯობდა ალბათ და სჯობს შოვის ტრაგედიაზე რომ გაქრდნენ ადამიანები ვინმე მაგო პასუხი გსმენიათ კომენტარებში დამიწერეთ გთხოვთ გსმენიათ თუ არა იმ ტრაგედიების შემდეგ რაც მოხდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ვინმე არის თუ არა იმ ტრაგედიებზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული წესით დასჯილი თუნდაც არათუ სისხლის სამართლის წესით დასჯილი ვინმე და ნორმალური გამოძიების პირობებში სისხლის სამართლიური პასუხისმგებლობაც შეიძლება დაგისწრებოდა ამა თუ იმ პასუხისმგებელ პირს რომელმაც ვერ გაართვა თავი საკუთარ უფლებამოვალეობა საქმიანობას ხო გულგრილობაში შეიძლება მიედავოს სულ მინიმუმ ადამიანს სამსახურებრივ გულგრილობაში ხო და არის თუ არა მეთქი მე ვკითხულობ ვინმე დასჯილი კომენტარებში დამიწერეთ შესაძლოა მე არ ვიცი სამაგიეროდ ეს ხელისუფლება მისტირის რას მისტირის რას არ მისტირის და ახლა ფრიად ნერვიულობს იმაზე რომ მეგობარი აქტი დღე-დღეზე კი რა რამდენიმე საათში იქნება დამტკიცებული შეერთებული შტატების კონგრესის შემდეგ სენატი ელის ამ აქტს სენატში უნდა შევიდეს სენატიც 100-კაციანი სენატი იოლად დაამტკიცებს მეგობარი აქტს და მე დაუდებენ პრეზიდენტ ტრამპს მაგრამ მე ხო ამაზე დაგფირდით რომ არ ვილაპარაკებდი იმიტომ რომ გულდასათუთქი ამბები გიამბეთ გულდასათუთქ ამბებზე ვისაუბრე დაწერეთ კომენტარებში მეგობრებო როგორ ფიქრობთ სულ მინიმუმ უნდა გადადგეს თუ არა პენტენციური დაწესებულების გლდანის
ხელმძღვანელობა და ეს პასუხისმგებლობას ვიღებთ რომ ამბობენ ესენი. პასუხისმგებლობას სულ მინიმუმ გადადგომაა, თუმცა ოჯახისთვის იოსებ გორგაძისა ესეთი პასუხისმგებლობა ვერაფერი ნუგეშია. და ვერც იმ მომავალი მსხვერპლებისთვის აქ სისტემაა შესაძლებელი ჩამოსანგრევია მთლიანად რანიშნულობა აქვს ვის მიერ შექმნილი. კი ბატონო, თუ გნებავთ ვიტყვის შევარდაძის შექმნილი მეთქი, თუმცა გაცილებით ადრე შექმნილი. და სააკაშვილის მიერ კარგად ატაცებული და ბიძინა ივანიშვილიც კარგად მოერგო ამ სისტემას. მანაც ძალადობაზე დაამყნო საკუთარი ძალაუფლება. ძალადობას დააყრდნო საკუთარი ძალაუფლება მათ შორის საპატიმროებშიც. და სისტემაა ჩამოსანგრევი მეთქი. და პასუხისმგებლობას ვიღებ და ეხლა მე გადავდექი, არაფერს ნიშნავს საბოლოო ჯამში. რატო გავიხედე იქით და შემიძლია გავამხილო ჩემი მეუღლე გაოცებული მიმზერს. ნახვამდის ჩემო კარგებო, ნახვამდის.